გამარჯობა მეგობრებო, თქვენთან ისევ ალექსია, მოგესალმებით ახალ ვიდეოში, როგორც ყოველთვის ჯერ ლაიქი, მე რეყურება, აუცილებლად გამოიწერე არხი. თუ ჯერ არ გაქვს გამოწერილი, დღევანდელ ვიდეოში ვარეაქტებ B2B სეზონის Morig Battles, Tolo და Angeli vs Tyro და Ventusi და იმედია მოგეწონებათ. ეს რეაქტიც საკმაოდ ძელი გამოვიდა, ასე რომ ჩაუჯექით, ვინც ჭამთან ჩაისვავთ გემრიელად მიირთვით და ხო, სანამ დავიწყებთ, მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი Instagram-ი, რომელიც აღწერაში იქნება და ხო, როგორც ყოველთვის Discord-ი, ყველა სიახლე მანდიდება და ასევე კიდე ერთი მომენტი, რომელსაც ახლა უცებ აგიხსნით. მოკლედ ეს არის ჩემი Discord სერვერი, სადაც ბევრი მეუნება ხოლმე, რომ სტრიმების ჩანაწერში ნახვა უნდა ხოლმე. იმაზე მალე ვიდრე ვთქვათ ვიდეოები დაიდება ამ არხზე, რეაქტების და ასე შემდეგ. სტრიმებს ვფარავ ხოლმე, იმიტომ რომ არ მინდა რომ არხს ალგორითმი გაუფუჭო და თუ მაინც და მაინც სტრიმის ყურება გინდათ ჩანაწერში, შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩემ Discord-ში, რომელიც პირველ ხაზად იქნება მითითებული აღწერაში და აი ამ channel-ში, რომელსაც სტრიმები ქვია, ჯერ ერთი რომ ნოტიფიკაცია მოგივათ ხოლმე აქ, როდესაც live-ში გავალ, რომ არ გამაზოთ თქვათ YouTube-ის ნოტიფიკაციამ თუ გამაზანა რაღაც ეგეთი და ჩვეულებრივად შეგიძლიათ ასკროლოთ და ნახოთ ნებისმიერი ჩემი live-ის, რომელიც დაფარული unlisted-ზე იქნება, ლინკი და პირდაპირ შეგიძლიათ ესე დააჭიროთ, გადახვიდეთ აიხსნას და ნახოთ სტრიმი რა. ასევე აქ ბევრი რაღაცა აქტივობა გვაქვს, ჩატები, თამაშები, რამე, ასევე მიმების განხილვის და ილვაის დაბრუნება მინდა, სადაც როგორც ადრე ძველ დროს, მაგრამ უფრო ახალი ხოდებით და ახალი იდეებით და ასე შემდეგ და თუ რამის დასაჯესტება გინდათ მიმების, შეგიძლიათ აი აქ ფორუმივით გვაქვს მიმების განხილვა, შეგიძლიათ შეხვიდეთ და დაამატოთ თქვენი პოსტი, აუცილებლად მოხდებით ვიდეოში. всё, ბევრი ლაპარაკით თავს აღარ მოგაწყენთ, ძალიან დიდი მადლობა რომ აქ ხართ. შეგახსენებთ რომ აუცილებლად დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწერეთ Instagram-ი და გაწევრიანდით Discord-ში და ჩვენ შეგიძლიათ დავიწყოთ. აი პოლი არა, მოდი პირდაპირ ამას ჩავრთავ და ვნახოთ რა. მე ის მაინტერესებს ჯერ, იმიტომ რომ ძალიან იმას მიქენის თქვენ. დღეს რაღაცეები წამასპოილერეთ და ზამასკას შემაგდეთ, რომ რაღაცა ხდებაო და მაინტერესებს აი რა ხდება თოლოზე. არტისტები, ჩემგან ხელმარჯვნივ, შევგვირათ ხმაური! ბიჭო გადაახტა ყველაფერს. რას გადავახტი? არ ვნახო ეს, გროტასკა და ის ვნახო ჯერ? რავი ძმა, რა გამიტრაკეთ საქმე. აჰა, კაი, მოდი ის ვნახოთ. გროტასკა რაშივაშია, გროტასკა და ის season off-ია, bro. ანუ ეს season off-ია, მე სეზონს უყურებ. კაი, ვუყურებ პირდაპირ იმას, რა ბრო. რაღაცა შედარებით ცოტა სპონსორი ყავთ, ეხა ამათაც შემომჩნია, ტეხავს. არტისტები, ჩემგან ხელმარჯვნივ, შევგვირათ ხმაური! ბიჭო, ეს ისი ვინ არის? რომელი მახინჯი? ხო. ვინ? ეს ერთხელ უკვე მოტყნული მყავს. ხოდოს, ეს რა მოგატყნევი? რავი, თრალი ვიყავი. თრალი ვიყავი? კლესოს? აუ, წავს კი არა, მე მოგაჭავს. მოგაჭავს. კრინგე. რა არ ვიცი. წინა ბეთლიც რომ ნახეთ, ანუ დასაწყისი იმას, აი რაღაც მე მკრინჯავს ალბათ. ანუ იძლევა, ნახე შენ თვითონ. აი, გამონოსკილები გადმოალაგა, ამორმა იგრევე რატო გაბაგა, გადამახიათ მე თქვენი ბანდა პირველი ბათებია კამერასა და ამორი სამება იქნება ბრადა, აწევი ბიტებზე ჰაერს ყავს, მაღალი წევა მაინად რამინა ფლოუები არქივიდან, და ეკანებდანი და შეკიდე ხონიდან, და ინახავთ როგორ ამოგაგდე ფლოუდან, მე გაგიშ წეგან ეხლა უნდა მეთქვა ის რომ BDM-ზე რაღაც ჭირდათ თქო როგორც წინაზე ვთქვი რა, მაგრამ წეგან Tolos Battles Ventus-თან ხო მოусმინე და იქ ხოძე იყო, მაგას ვერ ვიტყვი. დასაწყისი ცოტა კრინჯი იყო, მაგრამ აქ საკაიფოთ უბერავენ, ვერაფერს ვერ ვიტყვი. Puka, șefii uibi suca, da mi de kiugan, doare gata bugau, dacă eu ce-o sex hudaut, aceva te huza, vesat că mec să vi creda, Angela i Buda, metau Jackie Ruta, ata mena hot ruta, gata te lot bicho na pasivi Jackie sudau, ciuciu ar găța lot cu normal se gaușli supra, te lot din adrita, el și mă uit la muhas, dai taket băciole băciumat, tu ta citat pulag. Așa irgerti raundit pasivi rogeci, ce mi bralia da ginde fotvishi ar mogeci, me mashi uțardita da mi interesia მუსიკით ესო შუა ხონის პარკებში დარბოდა ტრუსიკით ყველაზე მარტივებს რო უდგები BDM-ში არ ხარ თესლი ბრო ამისი არ ვიცი მამე თუ ამში არ ვიცნო აიდი შევეცი ეს კატამი გამაცნო წავიმღერეთ ბიჭო ყლე არავით აიღოთ ეი ვამპირი წოველები ბიძე წოვაგევასება და გვეკიდეთ სიზე ორი ციგანი ავიძე ვეთლი უდას გვეხვეწებიან მომეო თხო მომეო თხო მომეო
ცხოვრ მომეო და ჩვენს ახლა პირში უნდა მივცე პონტის გამო ბიჭო რამდენ წელზე ადიხარ შენზე ვიცი საწნაურო თურქეთში გადადიხარ თუ არ გინდა რომ ვიცოდე თქვენგან ინფოს ასვირი სამბოლში რო იყო ჩაისონ და პიდარასტივი ისა ვაჟკაცები ვიცი ფლოუს ბიძები იმ უტელს ვიცი ევასება უმსროსი ალექს სალამი, დიდი ხანია გიყურებ და ძალიან კაი ადამიანი ხარ, წარმატებებს გისურვებ, ძმაო, ყველაფერში ღმერთი ძალიან დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. Thank you. ისე ახლა დავამღამე რომ მარლო და JJ წინა ბეთლზე მოშინგს შვებოდა, ეგ რა არის? What the fuck is ბოდიში I have to research. High energy aggressive style of dancing where participants push or slam into each other, typically at punk, heavy metal and intense live music concerts. Okay, все, okay, მივხვდი. ბიჭები, გოგომ სხვარა მე გულის ხმაეს თვითონ ამგარა ის მილფი არ მოგცემ და შენ რო არ იყო პატარა მოიყვანა მოსაწყავა ჩეკმა ესპიონა ვიცი სულ გინდოდა რომ მოგეთხა ჰერმიონა მაგრამ ყველა ბიჭო, ერთი რაღაცა დავამღამე წინა ბეთლშიც და ამაშიც ეხა რა, აი თოლოსთან დაკავშირებული არის რა. სულ მუდმივად რაღაცა სექსუალურ თემებთან დაკავშირებული ვერსები რატო აქვს? წინა ვერსიც ეგეთი იყო, ანუ იმაში BDM-შიც და აქაც რაღაც ეგრე დაიწყო და რაღაც ანუ სტილი აქვს ეგეთი, მაგრამ არ ვიცი რა, ანუ ბეთლები ის პირველი ბეთლი იყო მე მგონი რომელიც მაგის მოსმენელი მქონდა. და ეხლა მეორე. ანუ I don't know. Просто დავამუღამე დავიჭირე ეგ მომენტი რა. კაი გავაგზავნე. გითამაშე წიდა რა ვიგაზელ ელოდებით ერთმანეთს ვიროდის რა სიტყვას გასცე ამა ბრუტალურობაზე მგონი გადავამეტე ესო იმას ალბათ ესე ძახი წყალი დაგეტე ვეთუს ვიცი გააზრობა მდენი ჩური რადგიდა იმ დღის დედა მოწყა შენ რო ვაფშე ტრაქზე აგიდგა Right now put your motherfucking hands up beat drop ახლა ყველა ხელი მაღლა dance floor ჩვენია ეხოდები ძველია ჰოდა თქვენ კიდე ბიჭო თავი ჩახარე დაბლა რაუდ ბიჭო, ანუ ცუდი, მე კი არ ვიძახი რომ ცუდია, პროსტა აი რაღაცა ცოტა ისეთი ჰორნი ტექსტებია, თორე I'm not saying that it's bad or something, ანუ ცუდი არ ვაჰეითებ. პროსტა ცოტა weird არის რა. ანუ ყოველი მეორე ინგლისურენოვანი რეპერის ტექსტი მაღაზია ძირითადად განსაკუთრებით ამერიკაში და შავებში რა, მაგრამ ქართულად ცოტა მიჩვეული არ ამაყური რა მაგაზე. შენი ძველი კომპის აწყობის ვიდეო ნახე 1063 გიგაბაიტი და 700 ლარი რო ღირდა. ეხა ღირს 100 ლარი. თუ 150 ლარია. ერთი პერიოდი კაი ავარდნილი ქონდა მაგას პასი. ეს ფლოუ რაღაცნაირად ბოლოს არის ენთემებს მაგონებს. მე ტახას მაგონებს ეგ ფლოუ. რავი, ანუ ბიჭო, შესრულება კაი იყო, მაგრამ აი ლირიკა ხო რაღაცა ძალიან ესე ვიტყვი ჰორნი. მეტი არაფერი. მაგრამ ანუ 90% ამერიკელი რეპერების ტექსტები ეს არის რა. Mainstream რეპერების. Просто ქართულად კურს ჭრის, თორე ოდენავ მიუჩვეველი ვარ მაგას. თორე კაი გავაგზავნოთ. ხო, ტაჰადაბანი რო ერთად არიან ნახე. არტისტები შენგან ხელმარცხნივ ვაიმე ჩააგწყდა ხმა. აი ბიჭი ხაჯი მაშე ია ენჯელაი როგორი ზეციურია როგორი მითიურია როგორი მაგიურია თოლოვაი აკაცო თანძრეულია როგორი მისტიურია ძალიან ცუდად დაიწყეს. ენჯელაი ქვია ვიზე გავხარ პროჯას ფეიქ ანგელოზი მეციდან ჩემომყავს იმათმა ბევრად უკეთ დაიწყეს. მოსკა და მუხამე ბიჭო მესუ ჩემი მომარ ჩემ პერსოცნებობ და ეს ცხოვრებას და გიმახიჯებ შენ როგორც აწყობ ეგრი არ ხდება ბევრი რა მაგინე შეთვის უკეთესია მე რო შემხვდი ჩემი ჩაიგე შენ ძანყლე ხარ შენ არ გებასრები ამასვარიგე თუ გინდა გამადი სამი რაუნდი გაკონდა კარგად მოგალადი მე თუ იმომეწყე შენი არასორი ლაპარაკი ამას რეპერი გონია თავი გოგო ფოტოს უღებს ამბობს ხოსპირადი პაპარაცი ამ პროექტის ორი მუტლის ორი ჟღარკოს ბითია, საო, კაია. ეს კიდე კამიზე სქინჯი ეს იმაზეც არიელი ხრიალი ენჯელა ბითი მომეწონა. კამიზე კაი ხმა აკმარა კამიზე კრინჯი ხოგი ვარ სულფულები ვარ გუთალი ვიგიჟი ეს მაინც გაიხადა ეგ მამა შენის ჯინსი მახსოვს არავის გვინდა და ბეთლაობა იმ რინგში პერკასია ქონდა შენ კიდე კვას ლეგრო პირში რასაც ბაზობს უფარსი ეს აქში და ბუნდი გადატენილი სტუმარშია არ მევოსება იქ მიმიკები შენ მიუხდებ თემარაშია შენ არ გეტირა მაგის გამა მთელი პროექტი ჩემთან ვალცია მე შენ მუსიკით გაჯობებ შენ რო უზრდელი ხარ არ ჭრი შენ რაზე ბაზო ბიჭუ აბაბ ნახო დღეს ვინ გაგდის შენი ტონი გააფუჭებს ამ ბის
შეშენია კეთე მარკეტის ფოტოს ეკეთი მე ვარ გავიგებ და გიხოთ ვალი ამაბიჟებს და ფინანსს უპროფიტებს ვაგიჟებს და სამბოში სპორტ ორმა კალისტრის ეცადეს ვერა მარი და თქვენი ბაზარი კაპიკის მოტოფლოუმ როდის მიმართებ არიგებს არიგებს მოსკა პაიკებს სემიფინალში დამიდგეს შევასწავლით ნაბიჯებს აფუსი ბიჭებს რაუნდის პირველივეზე ჩაით ვითამბლატავო პროექტმა პირველივეზე დაგვიგდეს არასწორად გილამდე მიგიყვანათ მაგმა შუტმა ხოთქვით აგენ ძრევა თაირო თუ დაიბუშტა ჩემი საუბარი მძიმე თქვენი მარტო შუტკა გამიიცოდე გაჯვამთან მახონისმა შუტკა შენ მარტო ყლეგა პირზე და მეგებეთ რავეს შენ ბახვა და გახვედრეს და მე ორიჯინალ ქურთა შენ მენტალურად ვერ გაკაჭავ გამატარე შენ აიდოლებს ამის მერე მიხსენები მოვუყნა ურხოცებს ბილინგებს ორდები როგორც მიგიღესა და სვეტო მე დიტირებს იქთოლოვერი ციტირებს მესიჯი შენ ფეიქებს თურმე მისის მაკაცი წერს დღეს აქეთ დაგასტეიკებ პინოს პრინცია ფეილებს შენ თუ ფიქრობ ჩემზე კაიგა კვანჩი და ფლოუ რეფერენსები ბრო მოგიწევს და ამტკიცუ აგინებს ტვინს გარშემო ეს ქაოსი კრაუდ გამარჯობა ეს არის PvP flow მეორე რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარჯვნივ გამოუშვი დავზონაუთდი ძალიან ფიქრობდი პროსტა რაღაცეებზე და ამათ შესრულება ტაირო აქ არ მომეწონა პირდაპირ honest ვიქნები I didn't like it დასაწყისი განსაკუთრებით არ მომეწონა ცოტა რაღაც მომენტში სადღაც ბიტზე არიჯდნენ მაგრამ მერე ძალიან გაქერა ვენტუსამ იმენა გაქერა აი იმენა ზურგზე შემოიგდო თავისი თავიც და ტაიროც და იმენა წაიღო საკაიფოდ რა ამათი ლირიკა ძალიან კარგი იყო იმასთან შედარებით, ანუ ამათმა ეხა ლირიკით გაქერეს, იმათმა შესრულებით რა. აი ეგ 100%-იანია რა. აი ლირიკა თუ შესრულება არის უფრო მნიშვნელოვანი, ეხა ეგ არის გადასაწყვეტი ამ ორ შორის რა. თქვენ რას იმას იზავდით? მე რაღაც პონჩი შესრულებას უფრო წინ დავაყენებდი ვიდრე ლირიკას even though ლირიკაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ანუ BPM ბეთლია მაინც მუსიკას შესრულება რამე რომე ოაზე ხარ. ალექს შეგიძლია მოკლედ ახსნა როგორ გევიგო ვინმე ბიტს ცდება თუ ზის, რავი, მოусმინო. ანუ ბიტი ხო არის და ბიტზე ზის და ანუ როცა აცდენილია რა ყურს უნდა გიჭრიდეს რომ ანუ არ ვიცი როგორ უნდა ახსნა თუ უსმენა არა გაქვს პროსტა ვერ ხვდები როგორ უნდა აგიხსნა ეგ რაუნდი თაირომ და ვენტომ მოიგეს ჩემი ლირიკით კი შესრულებით არა მე ეს რაღაცა არ მომეწონა დასაწყისში რაღაც აი არ მომეწონა ეგ შესრულება ამათი პელეს ბეთლი დავარიაქტე უკვე წინა ლაივზე. შესრულება ამათი მირჩევნია მე, რავი. აქ რაღაცნაირად უფრო ამათკენ ვიხრები რა. ის არა ქვია თოლო თუ ტოლო. როგორ არის სტორი? არ შემეშალოს რამე. მე ლაპარაკის გამო მევასება ზოგადად ბეთლები, ისე Kanye West უსმენ ხოლმე მარტო რეპი არ მევასება ზოგადად Kanye West რეპია. Basically ანუ რავი. Просто თუ გინდა მეორე რაუნდი ვენტუსასი იმენა ცალკე როუდებ ეგ მოусმინე მთლე ბიჭო რატომ მასპოილერებ ნიკა ანუ გააჯვი რა კაი ვენტოს უნახავში დავიგინდა რა კაი ბიჭია ვენტუს ტაიროსი თამამე მომეწონა რომელი ხარ მამალი მოუწევდო ჩიზოიდებს სამალი ერთი წამი ეს დეკი თუ რა ქვია მაგ ტიპს ოკეი დავაფულაფოთ ვენტუს ტაიროსი თამამე მომეწონა რომელი ხარ მამალი მოუწევდო ჩიზოიდებს სამალი ეს კაილია ეს ტიმოთე შალამე გამყარე ლოს-ანჯელეს არ ვაპირებ მე თქვენ ორი სატანას ისე მასალას
იცოდე რომ გაცხენინე პატარას წილისი შეთავს თუ ებასლები გიჟი არ ხარ და თუ გინა გიშო და მენახე მოდი სათხარ ხანი ვითომ რეპერობა ყელში ამოვიდა ნახველი ვით გადაგაფუთხებდა ჩაჩეხარ ბანდა შეხარ ბაზი მართლა შეკიდევის ბაზო დაგაყენებთ კართან როცა დამინახავ წელში გაიმართეთ მეები გაისწორეთ იქონი ეს დილობა თორე იცოდე გადაგბარსავ ვინა ბიჭო მანიაკი შენი ხასიათი ლობიანი შეჭამ გადაგეჭამ გაგაყოლებული დაში არც ერთი ხარ ვერ იქნებით არტისტები ბიჭ შეესტით ვერ ქმნით თქვენ სტილს სამსაქმე შეშვით ლივჩი თუ გაიჭედე გამოიძახე ვენდო ხელის მიჭერა თუ მოგი დაურეკა ვენდო ხელი როცა დაგეყლება დაურეკე ვენდოს თქვენ ორს კიდე ორს დავამატებ till bones დეხავ ამათ bones დამიზახე თესლია ხედავ ამ გონორს მაგრამ არ გავუშვებ შორსზე ლირიკაზე პატარა კითხვები მაქვს მაგრამ თესლია გებით გონს ასე ვერ გახვდ თქვენ პონსზე ვერავინ შეძლებს რომ დააშორო ხვიჩა და გოჩა ეგვიპტეს ვენეციას ერთად დავიღებ და მორჩა შენი პეტის ირონია გაგახსენო დაიცა სადაც მე შემხვდა ეს ფეხი და უსადა წაიცა პროსტა უთხარი ამან მაიკა მართლა ჩაიცვა გაიჩემზე ფიქრი არ მოგიწევს საწის სამი თვე ვიცი გამოიცნობ მაგრამ მაინც დაგაბაითებ და მაიცამ გაიფს ვერაფერს ვერ შევადარებ გინო და ფლექსი გინო და ჯები და მერე გაგახსენა სარკე დაწერეთ ვერსი მოიგეთ თვითი არ გეზინა გათელებამდე სამდე მატალი დავდივარ ამდენი მუსიკა მეჩი და გზაზე მე კიდე ხოთზე ხაზზე კედლებს მიმართვა მარტივი და ყველა მუდა გაიგონოს მუსიკალური ვარ და მუსიკას ესმის ჩემი დღე პირველი ამ სცენაზე უნდა შეგაგონოს სადავს გავარ მე გამოვრიცხე წაგებები ისეთი არაფერი არის დაგაჯეთ ორივეს ბლუზემა წონზე ამას რო შევხედე ახლდან მაგარი ყლე არის ეს არის ფონზე დროზე ვეგანი მოვიდა კონზე ეს არის ჯოლები ვეგანებს დაგაჯეთ ხორცზე ისე პროექტს ხონა პროსტა ბეთლი აიხონ ამის ბეთლი მეწავაგერო ვუხურე მაგიტომ სიმწრის გამო შეიყარე უკან პერეცი ყლეზე ვინც დააგინოს მე იმის პირში შევეცი კაროჩე შესრულება ვაუ კაია ძალიან კარგია აი შესრულების მხრივ ძალიან კარგი იყო ერთი მომენტი ნუ ტექსტი პატარაზე გაჩერდა ეგ დავიკიდოთ მაგრამ დეამ კარგი იყო რაღაცა ლაინები ცოტა წყალი ქონდათ და ცოტა სადღაც რაღაცა ის ქონდა ერთი ორ ადგილას წყალი კი არა ისეთი იყო რა აი მარტივად ვიტყვი რა ერთი ორი ლაინი ცოტა საბავშვო ბაღი იყო მაგრამ მაგას თავი რო დავანებოთ ანუ აი ეს დამაკლდა მან ცოტა პანჩი დამაკლდა მაგრამ შესრულებამ ძალიან გაქერა ძალიან კარგი იყო დემ საღო კაიო კაი დალში დარბაზი რატომ ამ მკვდარი what the fuck რა შესრულება დადეს და იმ პრები არიან შევქმნათ ხმაური ბიტი ძალიან კაია აი всё უკვე მუღამში მიჯვავს ეგ გოგეთ ბლა წაგებეთ და მაგიტო არ მოგეციხმა რას მირეკავ წარამარა შენი მასიბაზე რაც მამას უნდა შენი მასგარით მავრაც მამას უნდა შენი კითხვები სადაც მამას უნდა შენი რეფერენსი არც მამას უნდა არ გიხდება შენ ლივი სანდულს გალივით რატომ იჩითავ ჯიმას კანდას წადი შენ ბევრად უკეთესები იყვნენ ისინი დადეს შენზე ფსონი ვერ დასვე შენი რეფერენსი ძალიან გაწვეთილი შენი სტილი არ არსებობს მამა ფლექსის რიმეიკი ოღონდ ბანძი ოღონდ ძალიან ცუდი და მე რასაც მოგაქვს რეფერენსი უნდა თავის აზრი მაგას თავის კონტექსტი უნდა შეგატონი დაბრაჯი ეგრე გააფუჭები შენ თუ ჩემთან სეზონობით ვეჭირჩები კომაში შენი ყური მატყუ არა შეყავ ხარს ეს დომაში შენი ცხვირი ძალიან პინოკიო ყველა საქმეში დას აიყო ვიტო ამჯერად დადებები ჩეიყო ვიტო ბიბი სასადილო კეიქო ვიტო ჯადალეს ულის ყვეთა ყლე ბოს ტექსტი დავიწყდათ არაფერია rilauze ziko მეორე რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური შენ რა შემეცი ბლა წაგებეთ და მაგიტო არ მოგეციხმა რას მირეკავ წარამარა თუ
მაგას მაინც ვერ მივხვდი. რაც მამას უნდა შენი მასგარით მავრაც მამას უნდა შენი კითგებისა რაც მამას უნდა შენი რეფერენსი არც მამას უნდა არ გიხდება შენ ვინსანდულს კალივით რატომ მიჩითავ ჯიმას სკანდალს წადი შენი ბოსი გეზახის და შენზე ფსონი ვერ დასვე შენი რეფერენსი ძალიან გაწვეთილი შენი სტილი არ არსებობს მამა ფლექსის რიმეიკი ოღონდ ბანძი ოღონდ ძალიან ცუდი რამე რასაც მოგაქვს რეფერენსი უნდა თავის აზრი მაგას თავის კონტექსტი უნდა ტონი და ბლაჯი ეკრე გააფუჭები შეთუჩებთან რეზონანსი და ძინჯები ტომაში შენი ყური მატყუ არა შედიხარ შენ ტომაში შენი ცხვირი პინოქიო მუდამ სხვების საქმეში შენ დამჯახ ვეიღო იუდან ბები ჩეიყო ტივიპის ასადილო კეიპო ჩემ ხარზე შენ გულის ყვეტა შენ ხარზე ბელის ფიქრები ვიტრაქს შენ იგივე ადგილას დაავიწყდა მეორეჯერ. GG. Good game, well played. მე ისიც მიყვარს ფილმებს რომ ტელეფონში უყურებენ ან ანიმეებს რანაირად. ბიჭო, მე ხანდახან ვუყურებ ხოლმე 1000-ში ერთხელ. აი მაგალითად თუ სადმე გავჩერდი, თქვა ვენდიში ან რაღაცა ღამე და რაღაც დავითრიე და თან ყურება მინდა რაღაცის და ტელეფონში ვრთავ ხოლმე რამეს, მაგრამ აი მაგალითად ჩემ შეყვარებული სულ ტელეფონში უყურებს ვაფშე ყველაფერს, ფილმებს, სერიალებს, ანიმეს სულ ტელეფონში უყურებს და იმენა უსწორდება ტელეფონში ყურება, აი არ უნდა სხვა ტელევიზორი აქვს ჩემ ხელა კედელზე უკიდია და სულ ფეხებზე კიდია მაინც ტელეფონში უყურებს. ეგ რაუნდი პროსტა მოისმინე, ისე მაგრად გაგისწორდება, მე ესლობებია. კაი, მოდი მოვისმინოთ. ბარე მაქვე ვართ და მარა ბეთლზე იმას, კაი, მოდი ბეთლის მერე, თუ ბეთლზე. თუ აი ვერ ხვდები. ეხლა რო ვუყურო რა აზრი აქვს იმას. იმიტომ რომ ანუ არ შემიქმნას რაღაცა ყალბი წარმოდგენა ბეთლზე. აქ მეორე რაუნდი ამათმა მოიგეს, იასნია. პირველიც ამათმა წაიღეს ჩემთვის და მეორეც, ნუ იასნია უკვე აზრი არ აქვს. ზურო ბანძი შესრულება ქონოდათ, ტექსტის დავიწყებას ჯობია და თვალებზე მაგ დანძრეული მაგ პონჩი უყურებ იდეალური მხედველობა აქვს, რავი, სპორტულ ივენთების ლაივებს უყურებ მარტო ტელეფონში, იმიტომ რომ ეკრანი ითიშება, როცა კომპში ვთავ, ძველი კომპიუტერია და რატომღაც ლაივ სპორტულ სტრიმებზე ასე მიშვება. What the fuck? დავეხმაროთ ამ ადამიანს კომპიუტერით. მე დიდ ეკრანზე მირჩენია ზოგადად ყველაფერს ყურება. კაი, ნახოთ ბარემ, აჰა. მეორე რაუნდი იყო ეს პირველი, მეორე, აჰა. შენ რა შემეცი ბლია? წააგე ბეთლი და მაგიტო არ მოგეცი ხმა. რას მირეკავ წარამარა? თუ შენი მასი ბაზრებ რაც მამას უნდა შენი მასგარით მავრაც მამას უნდა შენი კითგებისა რაც მამას უნდა შენი რეფერენსი აქვს მამას უნდა არ გიხდება შენ ვისანდელს კალივით რატომ მიჩითავ ჯიმას სკანდალს წადი შენი ბოსი გეზახის და შენზე ფსონი ვერ დასვე შენი რეფერენსი ძალიან გაწვეთილი შენი სტილი არ არსებობს მამა ფლექსის რიმეიკი ოღონდ ბანძი ოღონდ ძალიან ცუდი რამე როცა მოგყავს რეფერენსად უნდა თავის აზრი მაგას თავის კონტექსტი უნდა ცოტა ტონი და ბლაჯი ეკრე გააფუჭები შენ თუ ჩემთან სეზონ ოფიცერ ჭირჭები კომაში შენი ყური მატყუ არა შეყავხარ შენ ტომაში შენი ცხვირი პინოქიო მუდამ სხვების საქმეში დამძახს ვეიღო ამ წინა დადებები ჩეიყო პივიპის ასადილო კეიპო ჩემ ხარჯზე შეწყენა გულში შენ ხარჯზე მეჯიბეში ჩავიდებ როქს ჩემ ჩუკნი იდეებს მაწერინებ გადარებ ბლანს შენ საქმესაც მე ვაკეთებ შენ აკანავებ თავს ვინ არის უკეთესი ერთი შეხედვითაც ჩანს ივენზე მოვიდნენ მე დავითრევ და გავტრიფავ ვისკინ დაროდა ვაფშე არ გამისწორდა აისბერგი თქვენ არ გქონდათ კარგად თავად ერთმანეთს აკეზებდით როდემდე უნდა იცხოვრო ამ სიცრუის დაჯერებით რის მიხედვით ხარ არტისტი თუ ხარ დოკის ნაწერები შენ არ გიზიდავს მუსიკა გიზიდავს კამერები ამიტომ დღეს ააგებ და ეგრევე დანებდები ეს აკამდე ცხო თქვი რაღაც გავსი გაკმანერები შენ კრეატივი არ გაგამიჭიდებ ხაზე მიტმინა მილოვას და სტრიმზე დღეს უგნებ პასუს სხვა გზარ მაქვს შენ დამბეტრიათ მინდა მე არ სურს ვეწევია ფლოს
თქვენ გონები გასულს მაინც წააგებ. შენგან არ ვითხოვ კაცუ შენ ხარ ერთფეროვანი მე არ ვარ ერთფეროვანი სეზონის ანდერდოგი ფავორიტად შემოვარდი დღესაც იმედი გაქვს ფერესის რო შეშვი მუსიკა თუ სიღმების მოძებნა უნდა შენ იმას იბასებ რაც მამას უნდა შენ იმას გარითმავ რაც მამას Hell no, უნდა bro. არ მომეწონა. ანუ ძალიან თლა ძალიან ცუდი არ იყო, მაგრამ აი ეს მომენტები ხო, აი ბექებს რო უკეთებდა ვენტუსა ეგ არ მომეწონა, დასაწყისი არ მომეწონა. ფანჩიც არ იყო ამ ვერსში დიდად. რაღაცა ესეთი ვერსი იყო, ვერ ვიკაიფ. პირველი ჯობდა ამას. კაი და. იყენებთ ბოლო reloads. Okay. სამი reload-ის ისა აქვს. აი, როგორ ისის, როგორ? არტისტები, შენგან ხელმარჯვნივ. The fuck? რა ხდება, ჩემი კარგი მოდი. რავსი მოგეცა შეგეცვალა ცხოვრება გეხდინათ ოცნება გიტაცად ბოლ Hell no, bro. Hell no. ვერმა ფასივიც იმშრომელთა მაგრამ არ ამწოველთა რამდენიც არ უნდა წეროთ ეს ვერ იქნება თქვენი გეი Hey, როგორ ველოდებოდი მე ამ დღეს როცა გავაჩერებდი ამ ორხლეს მაიკლას ნაჭები მოუნდა წეს ეს გათავისეს ვის გაუღებს თერი ვერ გავიგეს დავიდე კილები ვიბეჭოდეს მოგების გამონუდა მაგრამ კერტორე იწოდეს აღეზე და Jacks როიცოდეთ ეს ვერაკეთებს და ბაძავს ხვებს Gonna fall three back with all space და popo კი არ აგვანახეს სვენ დავდივა fresh beat-ups a rain და დაქტოვებს ოს გინდოდა fame და გინდოდა cash გინდოდა სეზონი თავი ხო გეგონას best flags შეგიდევთ მარტო give me your best painless დავდივარ give me your stress ამორზე თესლი ვინ არისო guess ბავშვებო ნუ ეთამაშები წეს ბავშვობიდან არ მავიწყდება დღეს სიცოცხლეს ვაჩუქებს მეს ქუჩაში რო გნახოთ დღეს ხარ ყველას დახმარი ვიჭრეთ ხარ არ მინდა პეტრები გამიფოვარ ფეხაჭეფერები მე ვარ ებგან ზარგეს ამარტო როჩებით ვიხარ პატარა ბულკია მაწონისთან ახლავს რაღაც ახალზე წავს აბავს თუ ისაც აბუას აძლევს რომ ვერ გაჩავს მაგრამ მეტი რაკნას ეს გაზ და ქაჯობს მიმართვა ბანდოს მიხედე კანტოს გონება ჩარტოს საქმე ვანტოს ბიტებზე თოლო ახლა გაგართო ჰაირო ვენტუსას ნაირო ბანძო გინდო და ანდერი გავიგე მოვიტანე ბარი ბარს აი ბანძო ბეთლში რომ მესმის ბანძო That's what I call წყალს I don't know აი რაღაც პონჩი არ მინდა რომ ბანძო მესმოდეს იმაში ბანძო აი მგონია რომ აი მეხუთე კლასში რო ერთმანეთს რო გიცდილობენ ბავშვები რო რაღაცა მას უკნან აი შებანძო და შეგოიმო ან ქალს რო გინება არ უნდა და უნდა რაღაცის თქმა ცუდის თქმა ვიღაცის და შებანძო და შეფუშე გოი ანუ აი დამპალო აი ხო აი რაღაცა ეგ არის დასაწყისი არ მომეწონა აი hell no დასაწყისი იყო ეგ იმენა what თან პახოდო ერთი ნოტი მაინც ჭეროდათ ვოკალურად ვაფშე სხვა ერთი სხვაგან იყო მეორე ვაფშე სხვაგან ანუ ნოტიც არ ეჭირათ ერთი მაგრამ მაგას თავი დავანებოთ ოკეი ხო სადღაც აი ეგ პირველი ნაწილი რომ მორჩა იქიდან ძალიან კაი იყო კარგად განვითარდა მაგრამ ანუ აი ამ ბანძომ ცოტა რავი კაი დაგმარ ხალხს გადამიხდიან და მე ეძებეთ უთხრები თავიანთ სახში რიგითი ბაბიდი ბიბიდი ბუ ენა ბლუ კამენდა სადარი გენგე ბილიკი ბნელია მოვედი შუქი განათებს ახეზე მოიცა ფლეშბეკ არ შემიძლია რო არ დოდო ბენგერ როცა ბიტი ჩაირთვება ახლოვდება დეინჯერ შეკიდე მაქსიმუმ აბელა დეინჯერ გინდოდეს გენგ ბენგ ბიჭო მერიდენ ენჯილაი პერიმეთ სალივერებს ამ ლიდერებს თუნდაც დანარჩენებს ხედავ გამჭირვალე ყველას დავერ დამა აი ძალიან თესლია თენა სარაჩერებს სანამ გააგზელებს ცხოვრებას მიღმა ამ კედლების იცოდეთ ერთი რა თქვენ ბანძილებ ტოპები ვიდგინათ ხოდეთ მეტი მაგრამ გავთ ერთი რა დაიხარი ევერესტი გამოყვათ აიროს ნესტი იცოდე ისწავლე ტექსტი შეიცვალე მალე ჟესტი იცოდე ნერვები სადამ აქ მაგრამ ერთი თვე ამადამაკ თქვენი ლეში მეხვეთა და მაგ მაგრამ მოვიშორეთ დავახავ ამაღაც პატივი მიაგეთ ყველა მსონა იყოს ვენტუსა და თაიროსი ვენტუსა 3 წელია მე მუქრება ნათარში ვარდება გოლზი თავი მგონია ვარ გიშა და რამდენჯერ ვიხმარე შუბლაზე მოსვი მიდი არ ეყოფა თაირო ამას და ახალ მაიტანას ეს რო იძახდა ხომ მოვიგებ თუ ესაკაკუნებ და ხეზე ისე გიყვართ ბიჭო ვიცი ახლაც ფიქრო ყველა გაგვი ეხლა რატო გაჩერდით მანამდე იმენა არ გაჩერდით მარტო მაგ იმებს გაიძახდით და ეხლა რატო გაჩერდით
მოგწები თქვენო ფლიანები თავზე გადაგაფსიდო ხეს დილის უნიტაზები ვიცი ვენტულს როგორ გაბოსდი მოგიჭირა ვიცი გოგოებს რო ოსლარებს ხოლდი აი ამაზე ტახამახსენდება ანუ სხვა რავი ვერაფერთან ვერ ვაკავშირებ აი ეს flow იმენა ტახას მაგონებს სუ I don't know დაგანახებთ ყველას თაიროს დისფუნქციას დღეს შენ არ გაგიმართლებს მე ზევასები რუსიას რა იშერა ენჯელაი მომეწონა ძალიან ამ რაუნდში ბოლო რაუნდისთვის შევქმნათ ხმაური მესამე რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარცხნივ აბა Stop that down, დავყარე კარტები ცხოვრებამ გაშალა ფეხი მაგ შახში და მაინც ვერ გამშარა მე რასაც ვიბაზებ ჩესნია რაც მინდა ვერსია ურადი დაგფარავ იყურები წოდე სახეს ვერ დაფარავ ასაკი იზრდება შეჯები პატარა გინდო და თაირო ხედაირო მინდა თაირო ბიჭები ხაყარა შენი სიმღერა იცოდი არ პარა ინტელი გითხი რომ ეკრება კატანა იგავები მეს ვიჩამს ეს ნაპოზრები და მასკარადი და ნახუი ბიტიებს უდარაჯეთან ამათ უწოვროცა უნდათ მაშინ თუ პოზური დებით ვათავში ეგრე მოგება მჭირდება რა ეგრე მოგება მჭირდება შენთვის ეგორი ხელი ძალიან სენსეიშნალი იყო ხელების თავზე შემოდება გაოცება და გამოყლებება ერთი იყო აგულიანებეთან ამ შომლები ხომ მეფესგან მარცხენა ხელი მიიღო მარჯვენას მიიღებ ჩემგან მოწიელოყა ფუშება ზელირო ჰაჩუ მაიკლზე მითხა მე მემთხოვა ჰუდი დიჩი მაკაჩავა სახეზია მიიტყური დიჩი რო ხსენე ხა მოსტა აუ გავარდა ძალიან განაწყალებული სახეზე გეტყობა შური თქვენი მეგობარი შური დღეს ვერ გაგეთრევ ჩემ გინდო და სიმღერა გინდო და ბოხი თქვენ მიიღებთ ორივე ძალიან ნაცნენ ბიც ერთი მომენტი სიმღერით მოგებას თუ მაგ სიმღერაში ასხვისი სიტყვები შეხედე სადამდე მიხვედი არ შეისმინა პინო მე გლოცვა გამოისყიდა შეცდომა აი ეს ბიტი რომ მოგცა შენ ბოხი გინდა დახვდება ხანი ზღაპარია დაუდება შეგეძლე გინდა რომ გაუჩერდე მაგრამ ჯერ ისწავლე დაანთება ის მიკამერის ინტაქტე ბიჭი აღებასაც დახვდება ასე უნდა ბიტის დამტრევა ასე უნდა იყოს დამსხვრევა ბიჭმა მუტელივით მწორა ზურგს უკან არ მჩვევია ბოზური ხოდები ავდგეს ურცურთხა მე მაგ შენზე დიდი ეგო მაგრამ თავზე არ მიჯვამ ბიჭები რო პატივს გცემენ სათით ეს რას იპარავ რაც არ უნდა ეცადო დაფარო მანერა სარკე ვიცი გეშინია წავიკითხე ბადილანგუაგე ისე მე ვასება ბადილანგუაგე ისე კასი შენო ჟიურიში დაგაყენო გერქმეო და კასი ინტროვი მენტოლარ გინდერენ გეს არტაში წარს ვითავწერ და სხვებზე რომანი გვინდა ჩვენ არ გვინდა ბეთრამ დროს ყველა ტრეკში ახსენებ შენი ჰუდი ფეიქ სეზონი არ არის გეიმ შენი 4-3-3-დანაც დააფეცე სამაზრო არაფერი სფეროში არაფერი ქნაის არაფერი შეუძლია მე არასდროს საუწუტრებს და ფადა ინატრე პიცა შეყვე გედი მაგ ტემპერიზე ყოგაცეკ მერიდეს ბიჭი არ შეჭეთ გახელსას თავს მატოპინო შეჭეთ უკან რო ტიპი ბეთლაობს ხო უყურე მაგას ვაკვირდებოდით просто აღარაფერი აღარ თქვი შენ არ დაბალახებ შემდეგ მე დავჭექი მაგიდას და თქვენაკეთან ნარჩენები რჩება ეს დაგიდასტურებს რომ აქ მე უკეთესი ხედვა 50-50 არა კლეკ ბაზარია კვდება შერისი გჯერა როცა შალომ პეთლი თაირო ტუნში ჩაქშება просто გაგწუწენ უგონია ომობანა შენი დაქალი ნუმსტალყავს გადაეცით მარა ვისთვის просто გახურება ვისთვის რემონტადა ეს მეორედ მოყრავენ და ლუკა თოლორდავა კაროჩე ესე გეტყვით პირველი რაუნდი შესრულებით სრულიად აი მარტო შესრულებით წაიღეს ენჯელაი თოლომ იმენა წაიღეს აი ეგრე თუმცა ამათ პანჩი კონდათ ბევრად უკეთესი ამათ ვაფშე არ კონდათ იმათ კონდათ პანჩი ვენტუსას და ტაიროს პროსტა შესრულებით აჯობეს იმათმა რა პირველი რაუნდი ამათია მეორე რაუნდში კაროჩე ორჯერ რო დააფულაფეს და მაინც ვერ იმასაკნეს კერდა დაარელოდეს თუ რასაც იცახით მაგას მაგის გათვალისწინებით ისედაც მოიგეს ენჯილაითოლო მაგრამ რომ მოვისმინე ეს ვერსი ამათი ვენტუსას და თაიროსი მაინც მოიგებდნენ ენჯილაითოლოს შესრულების ხარჯზე ბევრად უკეთესი იყო მესამე რაუნდში ენჯელაითოლოს შესრულება საერთოდ არ მომეწონა განსაკუთრებით დასაწყისი ენჯელაიმ უფრო სწორედ უფრო საერთოდ არ მომეწონა არა
Angela იმ გაქერა სერიოზულად ეგ რაუნდი, მაგის ფლოუები, მაგის ლირიკა თუნდაც და პანჩებმა ერთ მომენტში რო არ გაეფოჭებინა ამ შებანძოს და შედამპალოს ძალიან კარგი იყო რა, მარტო Angela-ი რა, დანარჩენი ყველაფერი შესრულებიანად არ მომეწონა. და ამ რაუნდში actually ესენი კარგები იყვნენ რა, Ventus-ა და Tyro, იმის და მიუხედავად რომ ამათი შესრულება მაინც ვერ მივიდა იმ მომენტამდე რომ თქვა რომ მომწონს თქო რა, მაინც აკლდა, ბევრი აკლდა რა. მაგრამ ამ ეს ბოლო რაუნდი სერიოზულად Ventus-ამ გაქერა შესაბამისად აი დაჟე არ ვიცი რა, Angela-ი თუ Ventus-ა რა რაღაც პონჩი უფრო Ventus-ას მიუცემ აქ იმის და მიუხედავად რომ Angela-ის შესრულება და ფლოუები ძალიან მომეწონა ამ რაუნდში. Просто აი ეს რაღაცა ბანძო და ნაგავო რო იყო მაგის გამო Ventus-ა რა. ანუ 2-1-ზე რა და Angela-ი და თოლო მოიგეს. ეხლა ვნახოთ ჟურის შეფასება. ჩემი შეფასება ეგ არის მაქსიმალურად სუბიექტურად, ობიექტურობა ყველაზე მკითხია. Battles თუ ვაფასებ, სუბიექტურად ვაფასებ, მე რაც მომწონს და მე ჩემი გამოცდილებიდან და იმიდან გამომდინარე რა. ვიღაცისთვის რაღაცა შეიძლება მაგარი იყოს, ვიღაცისთვის პირიქით კრინჯისო. Season of the Reacte bro დაგევასება უეჭველი, დავარეაქტებ აუცილებლად. მე ვენტო უფრო მომეწონა ვიდრე Tyro, აი ეგ არის. დავენახთ. პირველი ჟიურის წევრისთვის სანამ ლაივში შემოვედი, სამი რეკლამა გაეძრო ბარემ დაგვიჯვი სუფრაზე. დაგიჯვავ ეხლა არ ვიცი რაზე, ენაზე თუ კი არ და ხელებზე, რითიც დაწერე ეგ, რაც დაწერე, იმიტომ რომ ლაივის დასაწყისში, დაჟე ვთქვი რომ ხო არა გამოვრთო თქო, იმიტომ რომ ფაქტიურად გამორთული მაგ დედანული რეკლამები და მონეტიზაცია და ჩატმა იმენა არ გათიშო რაღაცა მაინც ხო უნდა იშოვო და რაღაცაო და მეთქი კარგი თუ შეგაწუხათ ნორმალურად რაღაცა თუ ძალიან შეწუხდით ან ამ რეკლამებით თქო ვაფშე გავტიშავთ თქო და მარტო დონაციებზე იქერება ისედაც სტრიმი თქო და რაღაცა და არაო და აი ხა დაგვიჯვი სუფრაზე და ესეთი ტონით რავი ფაქტიურად გათიშული მაქვს და ჩემი ის არ არის ეგ. და ეგეთი ტონით მე არ უნდა მელაპარაკებოდა იმის გამო რომ შენ გიგდებს რეკლამას რომელიც მე ფაქტიურად გათიშული მაქვს. ეგერ გაჩვენებ დაჟე. არა ჩერა. ტაიროზე და მოსეზე იმენა სუბიექტურზე სუბიექტური ვარო. შუა ბეთლის ნუ რა გავთიშო, მაგიტო გითხარით რომ გავთიშავ მოდი თქო და არა არ გათიშო. მე მაინც არაფერი მომივა ამ მონეტიზაციიდან, იმიტომ რომ ისინი დამი კოპირაით სტრაიკებენ ეგრევე. ალექს ბრატ რუსთავი გახადე არხი რამდენი რეკლამა. ოი პიზდეც, მაგარი ხუმარა ხარ. დავაი. რუსიასთვის შევქმნათ ხმაური. მადლობა კოა, მადლობა ბროს. მოგესალმებით მეგობრებო, დაიწყო სეზონი 2-2-ზე ძლივს. Yes, ხმაური ჭირდება ამ ამბავს. რაც შეგეხებათ თქვენ, ჯერთი აქ საყვარელი MC-ა არავინ არ მყავს, როცა მე აქ ვდგავარ. ყველანი ხართ ერთ დონეზე ჩემთვის ადამიანურად, მუსიკალურად ყველანაირად. დანარჩენს უკვე ვამბობ და ვაფასებ პერფორმანსების მერე. მოდი მეორე რაუნდი დავიწყებ მე. მე მგონი ცხადია. იდეაში თავიდან ვაპირებდი თქვენსკენ წამოღებას მაგ რაუნდის, უფრო კაი კონსტრუქცია იყო. უფრო კარგად დალაგებულები იყავით მეორე რაუნდში. ჩემი და რუსიას შეფასება არასდროს არ ემთხვევა თუ აკვირდებით რა. აი ვაფშე არა, ვაფშე სხვაგან ვართ. მე ვაფშე სხვანაირად ვაფასებ, რუსია ვაფშე სხვანაირად. არ ვიცი. უშუალოდ თან თოლო მეორე რაუნდში პირველ მონაკვეთში მე მგონი სადღაც 10 პატარაზე და მეგონა რომ აქეთ წავიდა და ჩემი ხმა. მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეთ და მეორე რაუნდი მარჯვნივ მიდის. პირველ რაუნდში და მესამე რაუნდში ერთი და იგივე ის იყო რა მომენტი. ბარემ რასაც ეხლა ვიტყვი, პირველსაც და მესამესაც ეხება. იმიტომ რომ ერთნაირი იყო ჩემთვის რაღაცეები. ის რომ თქვენ ძმებო აცდით, ორივე რაუნდში მესამეშიც იყო მონაკვეთები. ვერ ვიტყვი რომ თქვენ ბოლომდე სუფთა და რაღაც, მაგრამ ბევრად კარგად შეასრულეთ.
რაც შეეხება ლირიკულ მომენტს, მე სიმართლე გითხრა ორივეს ლირიკები მომეწონა. მე ამ აცდენებს და რაღაცა სიტყვების დავიწყებებს და რაღაცა კონკრეტულ იმეებს კი არასდროს არ იმაშვები. რაღაც არ ვიწერ და აი იმენა აი ხუაზე ხარ კონკრეტულ პუნქტებად არ ვიმახსოვრებ რა, overall შესრულებაში იმაშვები რა. აქეთ ამათ უკეთეს შესრულება ქონდათ ყველანაირად რა. კი, მაგრამ რანაირად მიდიოდა იქით ხმა ვერ მივხვდი რას კითხულობ. ვისი ხმა? ისედაც მიდიოდა იქით ხმა? ოკეი. მივხვდი, კაი. აი თოვლი მედმოსე რომ თოვლის მისცა რუსიამ ხმა მართლა ერთ-ერთი უდიდესი ფეილია რუსიასი. არ მახსოვს უკვე თოვლი მედმოსეზე რა თოვლის რომ მისცად მისცა და რის გამო, მაგრამ ეგრე ძალიან კარგად არ მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ მაქვს ყველაფერი და რეაქტებული. ვერ ნახავთ ლაივი არ მიდევს. ლაივებს აღარ, ანუ ანლისტედზე ვტოვებ, იმიტომ რომ აზრი არა აქვს, ეხა 1-2 კაცის გამო, რომელსაც ამ ლაივების ნახვა უნდა, მაგის გამო მე არხის იმას არ გავაფუჭი, ისედაც დედა აქვს მოტყნული. როცა 300-400 კაცი მიყურებ და PvP-ს რო სტრიმავდი, ეხა 40 კაცი მიყურებს და ხოაზე ხარ კიდე უფრო დედა მოუტყნა არხს, ვერ დავტოვებ, ეხა 3-4 კაცის გამო, ვისაც ჩანაწერში ნახვა უნდა. ხო და თან მე ხეირი იქიდან არანაირი ვაფშე ვახოდო, იმიტომ რომ ყველაფერს კოპირაიტი დაადეს ამათმა და დადებასაც კი აზრი არა აქვს ვაფშე არანაირი. ოლივე კაი იყო, რაღაცეები ჩემზე რო ყოფილიყო, მაგრამ ეწყინებოდა. აქედანაც და იქიდანაც. Yes, პლუს ამას პირველ რაუნდში თუნდაც დროპზე ვოკალი როცა გააქვს და შეგიძლია გამოიყენო, დამატებითი სკილია ჩემთვის. 2 ხმაში გაშალეთ, ძალიან კარგად გააკეთეთ და რაღაცეების გამო, ტექნიკური მომენტების გამო და ვოკალური სკილები რო დაამატეთ, ჩემი ხმა პირველში და მესამეში მარჯვნივ მიდის. ოკეი. ცოტა ხნის წინ თქვი და ისევ გავიმეორებ. ძალიან დიდი ხანია ეს სიტყვები არ გაჟღერებულა PvP-ზე. ქართული ჰიპ-ჰოპის ჯონ ჯონსი ძვალისთვის შევკვრათ ხმაური. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, როგორ ხართ? მოგეწონათ? ეს ძალიან თვალეა, ხო? ისევ. იცი როგორ უნდა დავიწყო? ვაი, არ ვიცოდი, მეგონა ჩერეზ რეაქციულ ყურებს და ლიჩნად ბეთლებს არ ეწერება, მაგით ნახვები, ეგ ნახვებიც რომ მაგათ ვიდეოზე წავიდეს. არა, ნახვები არ წავა, თანხა რომელიც მონეტიზაცია დაწერს, მაგალითად ჩემ რეაქტში, იმათკენ წავა და არა ჩემკენ. თუ დაკოპირაიტებული აქვს ბეთლი რა. რაღაცა ბლატაობა იყო, რამსაობა იყო და რაღაცა ისეთი ბავშვობა გამახსენდა, რაღაცა ერთმანეთს რო ხვდებოდით, რაღაცას ვარჩევდით, რაღაცას ვეკამათებოდით რა ერთმანეთს რა და ამ კამათში რა ისევ ლამაზად და რბილად ვიტყვი, რომ ძალიან არ დავძაბო. ის მხარე იგებდა, ვისაც უფრო კარგად შეეძლო მომენტის და სიტუაციის სწორად გამოყენება რა. აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამსაობაში დუხი რა, ყველაზე მთავარი რაც არის, დუხით თუ არ დავარდი, ძალიან ბევრ მართალ ადამიანსაც და როგორ თქვა, არ ვიცი, შეგიძლია რომ შენი დუხით და დრაივით რაღაცა მოუგო. ჩემთვის ჰიპ-ჰოპი არის მელოდია, ის რაღაცა გრძნობა, რაც ბიჭებმა გააძრეს მარცხენა მხარეს რა, ანუ ის თავდაჯერებულობა, ის რაც გააკეთეთ, ძალიან რაღაცეები ძალიან გამიწოდა, მაგრამ აი ამ ძმამ ისეთი რაღაცნაირად მაგ რიტმში, ანუ ერთი მომენტი, აი რაზეც ვიკაიფე, კაკრას მარცხნივ, მარჯვნიდან უცბად შემოვარ და მესამე ვერსი იყო. მე მგონი რაღაცა ისეთი ლაინები დაალაგე, რომ პროსტა აი ბანძო რო არ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. გავასწორეთ რაღაცეებით გავასწორეთ კიდე ყველაფერი და მე მარცხენა მხარეს ვაძლევ ხმას. ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო, ძალიან კარგი იყო და ჩემი ხმა მარცხენა მხარეს. რა, ბიჭო, რანაირად? რა მარცხენა მხარეს? ვერსი ჩაგიგდეს ვაფშე მთლიანად. What the fuck? აი, კაროჩი. პირველ რიგში მადლობა ძვალის რომ ამ მდგომარეობაში ჩამაგდო ეხლა.
კარგი. ყოა ჟურიში ჯიჯი. გიომ თქვა რომ მე აქ საყვარელი არტისტები არ მყავსო. მე მყავს და ყველგან ვამბობდი ხოლმე სეზონების განმავლობაში და ეს არტისტი თაიროა. და ეს ბევრმა იცის ჩემი ვიდეოებიდანაც დადებულიდან და ისედაც სასტავში ყველა მიცის. თუმცა პირველი რაუნდი ჩემთვის წაიღო მარჯვენა მხარემ. მეორე რაუნდი ჩემთვის მიქონდა მარცხენა მხარეს, იმიტომ რომ მათ მეორე რაუნდში ნათქვამ ლაინებს დაახვედრეს კონტროლ ლაინები. თუმცა მოდი წესები რო დავანებოთ თავი წესებს, დავიწყებული ტექსტი მინუს ქულა არის ჩემთვის, რაც უნდა მაგარი იყოს. მესამე რაუნდი იყო თანაბარი. ამიტომ რაც უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ამ სეზონს ჩემი საყვარელი არტისტი გამოაკლდება ჩემი ხმა მარჯვენა მხარეს. Okay, ლოგიკური იყო. Exactly what I thought. მე არა და მგონი მე უკეთესად დავალაგე. რაც პონჩი, კაი დავიკიდოთ.